ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იყოს სუფთა ქალაქი. და სუფთა ქალაქში ჩვენ გულისხმობთ იმ პრობლემების მოგვარებას თავისი პრიორიტეტებით, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს. დღეს არ არის არც ერთი ევროპული ქალაქი, რომელსაც გვერდით აქვს უზარმაზარი ნაგავსაყრელი. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა გაუქმდეს სასწრაფოდ ლილოს ნაგავსაყრელი, რომელიც ამ ქალაქს წამლავს და არა მხოლოდ ამ ქალაქს. ქალაქის გარშემო ყველა სოფელს დასახლებას უშლის ხელს, რომ რეალურად განვითარდეს. უნდა აშენდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რეალურად მოაგვარებს ამ პრობლემას, რომელიც ჩვენს დედაქალაქს გააჩნია. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც თითქმის ასევე ყველა ევროპულ ქალაქს გააჩნია, მაგრამ ისინი აფასებენ. და ეს არის მტკვარი, რაზეც ალეკომ ისაუბრა. მტკვარი, რომელიც თითქოს და ამორფულად დედაქალაქს და თბილისს არ ეკუთვნის. არ ვაღიარებთ, არ ვამჩნევთ და თავისთვის მღვრიე მიედინება. მნიშვნელოვანია, რომ მტკვარი აღვიქვათ დედაქალაქმა და თბილისმა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც აჯანსაღებს დედაქალაქს და თბილისს. აუცილებელია აშენდეს მტკვარზე გამწმენდი ნაგებობები და დავიბრუნოთ ის მდინარე, რომელიც ასულდგმულებს ამდენი წლის განმავლობაში ჩვენს თბილისს. მნიშვნელოვანია, რომ მერიამ დაიწყოს ჰაერის რეალური მონიტორინგი, ვიცოდეთ ჩვენი მდგომარეობა და ჰაერი, რითიც თქვენ და თქვენი შვილები სუნთქავთ. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი, რასაც პირველ რიგში ჩვენ გავაკეთებთ, იქნება დავუსვათ დიაგნოზი არსებულ მდგომარეობას და ვიკვლიოთ ჰაერის და წყლის მდგომარეობა ჩვენს ქალაქში, რაც ვსვამთ და რაც ვსუნთქავთ. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საკითხი, რასაც ჩვენ გადავწყვეტთ.